ღანი, ქართული ასომთავრული ანბანის ასონიშანი, რომლის მოხაზულობა თაღის ფორმას მოგვაგონებს და სიმბოლურად ზეციურ და მიწიერ სამყაროს აერთიანებს. ასე დაიბადა იდეა კონკურსისა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანებმა ეს ნამუშევრები შექმნეს. პროექტის მიზანი ხელოვნების საშუალებით სიყვარულის როგორც უმაღლესი სულიერი ღირებულების გააზრება და თანამედროვე მხატვრულ ფორმებში მისი გამოხატვა იყო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ექსპოზიციას მასპინძლობს სახელწოდებით ღანი, სიყვარული განღმრთობის გზა. სიყვარული როგორც განღრთობის გზა, იდეა არის ესეთი და თვითონ პროექტი ღანი არის სტუდენტური კონკურსი, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, არის დასაწყისი იმ მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოებისა, მოსამზადებელი ეტაპებისა, რომლებიც იქნება დიდი სიყვარულის მონუმენტის შექმნის გზაზე გასავლელი. პროექტი ღანი აერთიანებს არქიტექტორებს, სკულპტორებს და მხატვრებს. ისინი თავის, ასე ვთქვათ, აზრებს გადმოგვცემენ თავიდან მედიის საშუალებით და ძალიან საინტერესო ნამუშევრები გვაქვს უკვე წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. გამოვავლენთ აი ამ 30 ნამუშევრიდან სამ გამარჯვებულს პირველ, მეორე და მესამე ადგილებს თითო ნომინაციაში. არქიტექტურაში მეორე ადგილოსანი გახდა ჯგუფი ბელელი. კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ხელოვანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტი 3 კატეგორიაში ჩატარდა: ქანდაკება, არქიტექტურა და მხატვრობა. იდეა ემსახურება თანამედროვე ხელოვნებაში იმ სულიერი ღირებულებების გააქტიურებას, რომლებიც ქართული კულტურისა და ქრისტიანული ტრადიციის არსს წარმოადგენს. საკონკურსოდ სპეციალურმა ჟიურიმ 30 ფინალისტი შეარჩია. საღამოზე კი თითოეულ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები გამოავლინეს. ასევე ყველა მონაწილეს სამახსოვრო დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციას არსებული პროექტისათვისა და შესაძლებლობისთვის. თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია ბოლო წლები აქტიურად ხელს უწყობს ხელოვნების მიმართულებით განვითარებას, ხელოვნების მიმართულებას, განსაკუთრებით ქანდაკებას, დიდი წვლილი აქვს უკვე შეტანილი. პირველ რიგში მადლობა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციას და ამის ორგანიზატორებს ესეთ საინტერესო კონკურსისთვის და ესეთ საინტერესო ამოწყებისთვის, ზოგადად, რომლის მთავარი თემა არის სიყვარული როგორც განღრთობის გზა და ამ წამოწყებამ ჩემი აზრით გააერთიანა ქართული არქიტექტორები, სკულპტორები, მხატვრები და ამ სფეროში დაინტერესებული ადამიანები საერთო სულიერი და კულტურული ხედვის ძიებაში. პროექტი მოიცავდა ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აერთიანებდა ლექციებს, გადაცემებსა და საჯარო შეხვედრებს სიყვარულისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების თემაზე. პროექტის პარალელურად იდეის ფარგლებში წარიმართა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაც. გამოიცა სერიის გზა განღრთობისკენ პირველი ტომი, ათონის მთის გრიგორიუსის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გიორგის კაფსანისი ნაშრომების ქართული თარგმანი, რომელიც ეძღვნება ქრისტიანული ღვთისმეტყველების მთავარ პრინციპს, ადამიანის განღმრთობას. ღონისძიებაზე ამ წიგნის წარდგინებას გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვა სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმდენად ფაქიზი საკითხი არის წამოწეული ამ პროექტში, რომ ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელია ამისი განხორციელება, თუმცა ისეთი ხალხი უდგა სათავეში ამ პროექტს და იმდენად სავსე არიან მონდომებით და იდეებით, რომ ეს განხორციელდეს, ვფიქრობ, რომ როდესაც შედეგს ვნახავთ ამის, ეს შედეგი ყველას გაგვახარებს. პროექტი ძალიან ფართეა და თვითონ პროექტის სათაურიც სიყვარული განღრთობის გზა არის ძალიან სულიერი კონცეფტი. და ამისი წარმოდგენა ხელოვნების დარგში, ამისი წარმოდგენა სკულპტურის დარგში თუ არქიტექტურის დარგში
მოითხოვს ძალიან ღრმა ანალიზს და ღრმა დაფიქრებას და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს ამ სათნოებასთან, რაც სიყვარული არის. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ჩვენს დაძაბულ გარემოში ადამიანი მოწყდეს ამ მატერიალურ ფიქრებს, მატერიალურ განსაცდელებს და ამაღლებულზე იფიქროს და ეს ამაღლებული განახორციელოს ხელოვნებაში. ზოგადად კაცობრიობა ალბათ ამ გზით ვითარდებოდა და ამ გზით უნდა განვითარდეს, რომ სრულყოფილების გზისკენ სიარულში თან თავისი შეხედულებები გამოხატოს და გამოავლინოს მატერიალურ სამყაროში. ეს პროექტი არის ერთგვარი საწინდარი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის განხრთობა. თვითონ აი ეს ფრაზები არის უმთავრესი. ადამიანის თავარი მისია ეს და მე დავათვალიერე და საოცარი შედეგებია, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან მრავალ კუთხეს ეხება. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ აი ჯობნი არ დაილევა, საოცარი გამოფენაა და ყველას ურჩევ, რომ მობრძანდით და დაათვალიერეთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ცერემონიის ფარგლებში ორგანიზატორებმა საზოგადოებას წარუდგინეს ასევე პროექტის მომავალი ეტაპიც. 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებები მიეძღვნება ქართლის მოქცევისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. კონკურსი თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.